სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის, რაშიც კვლევითი გრანტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განვითარება და სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდა, სტადია საერთაშორისო პუბლიკაციების რაოდენობის გაზრდა, სამეცნიერო კონფერენციების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზება, კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმის განვითარება, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის კვლევითი საქმიანობის წახალისება. ძირითადი მისია ეს გახლავთ უნივერსიტეტის გაძლიერება, თავისი როლი რეგიონის სოციალური და ეკონომიკური საზოგადოებრივი ცხოვრების ჩართულობაში და რა თქმა უნდა იმ პროგრამები, რომელიც პროგრამებსაც აკონციელებს უნივერსიტეტი, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის პროგრამები, ანუ ამას გაგრძელება უნდა ჰქონდეს შემდგომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ჩართულობაში. ეს არის ცოდნის გადაცემა და კომერციალიზაცია, ტექნოლოგიების ტრანსფერი, რეგიონული განვითარება, სოციალური ინოვაციები. მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას. მე ვფიქრობ და ჩემი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის ინფრასტრუქტურული განვითარება და ამას წლების განმავლობაში აქტიურად უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ახდენდა და მოვიდა დღეს, ისე რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არამხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთი მოწესრიგებული დაწესებულება. თუმცა ვიცით რომ მატერიალური ბაზა ძველდება, მას სჭირდება განათლება და მნიშვნელოვანია რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განათლება მოვახდინოთ ეტაპობრივად. ასევე თანამედროვე ცხოვრებაში შემოსულია ციფრული ტექნოლოგიები და ჩვენ აქტიურად თუ კი მომავალზე ვფიქრობთ, უნდა ვიყოთ დაფუძნებული ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე და მნიშვნელოვანია რომ ის IT ტექნოლოგიები, რომელი ტექნოლოგიებიც შემოდის ცივილიზაციაში, შემოდის საგანმანათლებლო სივრცეში, იქნას სრულად ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ცხოვრებისათვის ფინანსური მდგრადობა, ეს გახლავთ ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვა, კომერციული პროექტების განვითარება, საკონსულტაციო სერვისების დანერგვა, საგრანტო პროექტების მოზიდვა. ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესება, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სისტემების დახვეწა, ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების მართვის სისტემის დანერგვა. მნიშვნელოვანია რომ სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, ისეთი როგორც დღეს არის, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ აღნიშნულსაც განვითარება ჭირდება, ამიტომ სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერა მუდმივ მოქმედ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, სტუდენტური სერვისების განვითარება უნდა ხდებოდეს, კარიერული მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, სოციალური დახმარების პროგრამების განვითარება, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის მხარდაჭერის მექანიზმების გაფართოება და ვიცით რომ ეს სახელმწიფო საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გავს იმისთვის რომ შეუმცირდეს სოციალურად შეჭირებულ სტუდენტებს ის მდგომარეობა, რაც იგივე სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით დაახლოებით. ადამიანური კაპიტალის მოტივაცია ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ადამიანური კაპიტალი და ადამიანური რესურსები გახლავთ მამოძრავებელი მექანიზმი საუნივერსიტეტო ცხოვრებისა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პერსონალის პროფესიული განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მატერიალური და არამატერიალური წახალისება, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება, კარიერული განვითარების ხელშეწყობა. ფაქტიურად ეს გახლავთ ის მცირე მონახაზი, ესე ვთქვათ, ჩემი გეგმის, რომელიც ჩაშლილია და შემდგომში შეგვიძლია დაუშვათ კითხვების დონეზე იქნება ეს შემდგომი ურთიერთობების დონეზე თუ კი გამიმართვებს აკადემიური საბჭოს მიერ ჩატარებულ არჩევნებში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შემდგომ უკვე დეტალურად განვიხილოთ. ეს არის სრულად მადლობა ყურადღებისთვის, ვინაც წარმატება უსურვო, რა თქმა უნდა, ჩემს კონკურენტს ბატონ არჩილ კუჩმაიძეს, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და მის ოჯახთან ახლოს მილოვება. რომ წარმატებები ბატონ არჩილ